ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვისთვის განკუთვნილი საბავშვო ბაღი გაიხსნა, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, ასევე რეკრეაციული ზონები. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სოფელ ოდიშში ავაშენეთ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ძალიან მაგარი საბავშვო ბაღი. ძალიან გავახარეთ ამ სოფლის მოსახლეობა, ბავშვები ყველანი და ეს ბაღი არის ზუგდიდში ერთ-ერთი გამორჩეული ბაღი, ვინაიდან თავისი მასშტაბით, თავისი აღჭურვით, თავისი ხარისხით ყველანაირად გამორჩეული საბავშვო ბაღია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზუგდიდში მესამე საბავშვო ბაღი გავხსენით. ჩვენი აღსაზრდელები უკვე მიიღებენ განათლებას ახალ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბაღებში. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ რამოდენიმე ბაღს გავხსნით. ჩვენი და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. იყო ერთჯგუფიანი ბაღი, გახდა ორჯგუფიანი ბაღი. მადლობა მინდა ამისთვის გადაუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს და თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი მიუძღვის საბავშვო ბაღის აშენებაში.